რატომ გახდა გამჭვირვალობის კანონი დონორებისათვის ბარიერი? საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველა კონკურსის გავლის შემდეგ გრანტზე უარი მხოლოდ კანონის მომზეზებით მიიღო. ეს მაგალითი მმართველი გუნდისთვის დამფინანსებელთა არაკეთილსინდისიერი მიზნების დადასტურებაა. ანუკე ჩხიკვაძის სიუჟეტი. გართულებული ნამდვილად არის მიღება გრანტის. უცხოელი დონორებისთვის პრობლემა არა ქართული კანონმდებლობა, არამედ მათი ფინანსების გამჭვირვალობა. ისინი, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის საფარქვეშ ხშირად რადიკალურ პროცესებს ახალისებდნენ, ახლა მათ თავიანთი გრანტების კეთილსინდისიერად გაცემა აღარ სურთ. ამის კარგ მაგალითად კი ჩხობაძის ეს ამბავიც გამოდგება, როცა მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველა კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან გრანტი უცხოეთიდან ვერ მიიღო, გამჭვირვალობის კანონი გახდა. გამარჯვებული ვიყავით ერთ-ერთ კონკურსში, იმიტომ რომ ეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოვიდა, უცებ აბსოლუტურად გაუგებრად ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ გვითხრა უარი. რაზე იყო ლაპარაკი? იცით, იყო ლაპარაკი, რომ კლიმატის ინდექსები უნდა დაგვედგინა გურიისთვის, რაც მიცემდა საშუალებას გურიის განვითარებას. მადლობ, ჩემი აზრით ვფიქრობ, მე მივიღე პასუხი იმაზე, თუ სად არის წყარო იმისა, რომ იყოს დაფარული დაფინანსებებით. საქართველოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაურკვეველი მიზნებისთვის ფინანსების შემოტანა. ეს იყო ყველა იმ უცხოელი დონორის სურვილი, რომელიც თავის დროზე ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ცვლილებებს აკრიტიკებდა. სწორედ ამას უკავშირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იმ ფაქტს, რომ ახლა ქართული NGO-ებისა და მედიის უმეტესობა ესტონური გახდა. ქართული მედიის და ქართული სამოქალაქო სექტორის ნაწილი გახდნენ ესტონურები, სწორედ იმიტომ, რომ კანონმდებლობას თავი არიდოს, რეგისტრაცია გაიარეს ესტონეთში ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ ამ კანონისთვის აივლოდ გვერდი. პრობლემა სწორედ ის არის, რომ არამხოლოდ სამოქალაქო სექტორს ან გრანტის მიმღებს აქვს პრობლემა გამჭვირვალობასთან. პირველ რიგში სამწუხაროდ აქვს გრანტის გამცემებს. და ამ ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ სახელმწიფო გუნდისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ ხალხს ცოდნოდა რეალური მიზნები, რასაც დასავლეთიდან შემოსული შავი ფული ხმარდებოდა. ამ მიზნებს კი ყველაზე კარგად უახლოესი წარსულიდან ის კადრები ასახავს, როცა დონორების ფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იმ ახალგაზრდების გადამზადება მიმდინარეობდა, რომლებსაც შემდგომ პროცესების დესტაბილიზაციისთვის იყენებდნენ. პრობლემა არის მხოლოდ დონორებში და ძალიან გასაკვირია იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ გართულებულა, გარდა იმისა, რომ გამჭვირვალე უნდა გამختارიყო მათი დაფინანსება და უნდა შეეთანხმებინონ მთავრობასთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დონორები, რომლებიც თავს არიდებენ მთავრობასთან გრანტის შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ისინი აფინანსებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სწორედ მაგიტომ ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, არ მიიღონ მონაწილეობა გრანტების გაცემაში. მას შემდეგ, რაც ეს გამჭვირვალობა უზრუნველყავით ჩვენ, მათი მხრიდან უკვე მინიმუმამდე არის დაყვანილი დაფინანსება და ფონდების განთავსება საქართველოში, რაც კიდევ უფრო უარესია, მათი მხრიდან უკვე ჩრდილოვანი გზებით არის ქართული NGO-ების დაფინანსება ორგანიზებული, რისთვისაც სწორედ იმ პრევენციულ ცვლილებებს ვიღებთ, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა. უცხოელი დონორების ქცევა და უკმაყოფილება მათ რეალურ მიზნებზე ბევრ რამეს ამბობს, თუმცა დაუსაბუთებელ კრიტიკაზე ოფიციალურ თბილის მარტივი პასუხი აქვს. საქართველოში უზენაესი კანონია და მასზე გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.